ერთხელ ჩუქუროვაში 61 სერია. აქ ვარ ბატონო მოსამართლეო. კარგი, მოგბრძანდით. Ismint ბატონო დემირ, გითხარით როგორ მოხდა ეს? ბრალდებული ზულეიქა იამანი თქვენი მეუღლეა? დიახ ბატონო მოსამართლეო. და ჩვენ ორი შვილი გვყავს. ვილაპარაკეთ, გისმენთ. მე ჩემს მეუღლეზე დიდი სიყვარულით ვიქორწინე, ბატონო მოსამართლეო. არ ყოფილა არაფერი, რასაც მისი გულისთვის არ გავაკეთებდი. და სამწუხაროდ ის დღემდე მეყვარს. დიახ, მე ვერ ვიტყვი, რომ ის სიყვარულით გათხოვდა ჩემზე. თუმცა მე მის გასაბედნიერებლად ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ყველაფერი. ჩემი მეუღლე და ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილას იდგა. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კარგი მეუღლე, კარგი მამა ყოფილიყავი. ისე ძალიან მიყვარდა, რომ იმასაც შევაგუა. როცა მისი ყოფილი საქმრო ილმა ზაქაია ჩუქუროვაში ჩამოვიდა და ჩვენს მეზობლად დასახლდა. შვიდად. მეუღლემ უამრავჯერ ჩაიდინა ისეთი საქციელი, რომელიც მე გულზე მომხვდა, მაგრამ მე ამას გაგებით ვეკიდებოდი, რადგან ჩემთვის მისი სიყვარული უფრო მნიშვნელოვანი იყო. ჩემს ქონებაზე, მემკვიდრეობაზე, რეპუტაციაზე, ყველაფერზე მეტად. არა მგონია ამ ქვეყნად არსებობდეს ადამიანი, ვინც მას ჩემზე მეტად შეიყვარებს. თუმცა ამ ქალმა, რომელსაც ჩემი სიცოცხლე მეუძღვენი და რომელზეც სიგიჟემდე ვარ შეყვარებული, ვერ მოახერხა ყოფილიყო ამ სიყვარულის ღირსი. ჩემი ყველა გაფრთხილების მიუხედავად, მე შევიტყვი, რომ მას არ შეუწყვეტია ფარული შეხვედრები თავის ყოფილ საქმროსთან, ილმაზ აკაიასთან. ამის მოწმე ილმაზ აკაიას ცოლი გახლავთ. ჩემმა მეუღლემ თავისი ამ საქციელით
თავისი ღირსება და ჩემი რეპუტაცია შელახა. დემირ, სიმართლე ლაპარაკე დემირ. დემირ, ამას რატომ ამბობ, ასე რატომ ლაპარაკობ? სიჩუმე დარბაზში, არ ილაპარაკოთ სანამ სიტყვას არ მოგცემენ. გააგრძელეთ. ჩემი მეუღლე ზულეიჰა იამანი. მიუხედავად მისი ღალატის მტკიცებულებებისა, იმის ნაცვლად რომ პატიება ეთხოვა, უარყოფას განაგრძობდა. რა თქმა უნდა, ეს მეტკიველს მაყენებდა. ამიტომ ჩემი ღირსების აღსადგენად საკუთარი ცოლის მოკლა გადავწყვიტე, თუმცა ამის გაკეთება ვერ შევძელი. მაგი პირიქით. ჩემი მოკლის მიზნით სამჯერ მესროლა. დემირ, დემირ. მიმაჩნია რომ ეს ქალი, რომელმაც ჩემი ღირსება შეელახა, ბატონო მოსამართლე, არ ემსახურებს შვილების ნახვას და თავისუფლებას. იტყუება ბატონო მოსამართლე, ყველაფერი რასაც ამბობს ტყუილია. დემირ, ამას როგორ ამბობ? ნუ თუ საერთოდ არ ფიქრობ ბავშვებზე, ღვთის გულისათვის. ჩუმად. დასხედით თქვენს ადგილებზე და არაფერი თქვათ, სანამ სიტყვას არ მოგცემთ. ჩუმად. დასხედით ადგილებზე. ეს სასამართლოს ხდომის დარბაზია. განაგრძეთ. მოვითხოვ რომ სასამართლო მამქალს, რომელმაც ჩემი ღირსება შელახა და ჩემი მოკვლასა და უმძიმესი სასჯელი მიუსაჯოს. სიმართლე თქვი ნაძირალა, სიჩუმე დარბაზში, მოყევი როგორ აიძულე ზულეიჰა ცოლად გამოყოლოდა. ნაძირალა თვითონ ხარ, კარგი შვილა დაწკმარდი. დემირ, რატომ იქცევი ასე? შენ გირჩევნია შენ სულს მიხედო, მოკლავში არა კაცო. ბატონებო, მშვიდად. მუშგან. ძვირფასო. სიხარულო, ბოთლის ჩადება დაგვავიწყდა. ძათხარ. მუშგან. სიხარულო. ბოთლის ჩადება დაგვავიწყდა. მუშგან. მუშგან. სად არის ეს გოგო?
ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გეშინია. სადოა. ფეთქი. ჰასან, ჩქარა. შენ მანქანა მოაყენე თქვენ ორნი მეწამომყევით, მოდით. ბატონო, მართალს ბრძანებთ, მაგრამ გთხოვთ ერთი წუთით მოგვისმინეთ. ბატონო, დარწმუნებული ვარ, რასაც გეტყვით, გაგებით მოეკიდებით. ორივე მხარე ახლა გაურკვეველ მდგომარეობაშია. რას ნიშნავს გაურკვეველი მდგომარეობა? ასახსნელი აქ რა არის? როგორიც არ უნდა იყოს ვითარება, ეს დარბაზია. სასამართლო დარბაზში ღირსება და პატიოსნობა გათვალისწინებული უნდა იყოს. ამის შესახებ თქვენ კარგად იცით. მართალს ბრძანებთ. სასამართლო დარბაზში ერთმანეთს იარაღი მეუშვირეს, ამას რა ახსნა აქვს? ბატონო, მხარეები მართლა ძალიან ნანობენ ჩადენილს. ამას მე ვერ ვიტყოდი, პროკურორო. არ ვარ მე თანახმა. ისინი ორივე დაისჯებიან იმისთვის, რაც შეიდინეს. ახლა რა იქნება? რა უნდა ვქნათ? მივასწრებთ. უნდა მივასწროთ. კარი გახსენი. გესმით ჩემი? ჩემს ადვოკატს შეეტყობინეთ. მე შენ გადაგარჩენ ზულეიხა. რადაც არ უნდა დამიჯდეს, გადაგარჩენ. გამიყვანეთ აქედან. დაჭრილი ყავს, ჩქარა საკაცე მოიტანეთ, ჩქარა. ფრთხილად, ფრთხილად. ეკთანო მერჯან, ჩქარა. ქალბატონო ბეხიჯე, რა მოხდა? ეკი მოაიკუთ. რა მოხდა? ვენები გადაიჭრა. საბაზანოში ვიპოვე, უშველეთ, გთხოვთ. სასწრაფო საოპერაციაში, ჩქარა, ჩქარა. ქალბატონო ბეჰიჯე, თქვენ აქ დამელოდეთ. მერჯან, სასწრაფოდ, სისხლია საჭირო, სწრაფად. ახლავე გაიქეცით და ილმაზიან ფექელი მოძებნეთ. ფაბრიკაში ან საჯინიბოში იქნებიან, ახლავე გაიქეცით და მოიყვანეთ, სწრაფად. ჩემი პატარა, ჩემი ლამაზი. შეხედეთ როგორ იღემის. ჩემი ბეკეკა. რამდენი ხნით დააკავებენ? არ ვიცი, ქალბატონო ჰუნგარ. მართალია ორივე იარაღის დარების უფლება აქვს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იარაღი სასამართლო დარბაზში გამოიყენეს. კარგი, მოდით ჯერ ყველა უნდა დამშვიდდეთ. მე შევეცდები დაველაპარაკო ბატონო მოსამართლეს. იქნებ შევძლო მისი დარწმუნება. ერთ-ერთზე რომ დაველაპარაკები. თქვენ ემაგლობელი ვიქნებით, პროკურორო. ისედაც საკმარისი პრობლემები გვაქვს. ეს მაინც არ გქონდეს ანერვიულო. ბატონი მას თავის ემოციებ რომ შეეკავებინა, სიტუაცია ასე არ იქნებოდა. ადვოკატო, თქვენ სასამართლო დარბაზში არ იყავით? ვერ გაიგონით რა ილაპარაკა დემირიამანმა? მართალია, ბატონ დემირ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ როცა საკუთარი თავის გაკონტროლება არ შეგიძლია, შედეგიც ასეთი იქნება. იქ უკვე მეს ვერ ვაკონტროლებდი თავს. რა სიტყვებით თქვენ ვერ გაიგეთ? ცხოვრებაში რა არ მეინახავს და არ გადამიტანია, მაგრამ მაინც ვერ ვაკონტროლებდი ჩემს თავს. კარგი, ბატონო ჰაიათ, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. ზულეიხას საქმე როგორ იქნება, ქალბატონო პროკურორო, აღარ მორჩება მისი დამცირება.
ბავშვებს როდის დაუბრუნებთ? ბატონო ალი რაჰმეთ. სიმართლე რომ გითხრათ, ბატონი დემერის ჩვენებამ ყველაფერი თავდაყირა და აყენა. აქამდე მეგონა რომ მოვახერხებდით წინასწარი პატიმრობიდან მის გათავისუფლებას, მაგრამ სამწუხაროდ მისი დაცვა გაგვიჭირდება. დემირი ემანის ჩვენების შემდეგ საქმე ბევრად გართულდა. ქალბატონო ჰუნგარ, თქვენ დაელაპარაკეთ თქვენ შვილს თავისი ჩვენება რომ შეცვალოს. მეც მქონდა ამისი იმედი, მაგრამ მე ჩემ შვილს ვეღარ ვცნობ. საერთოდ ვეღარ ვცნობ. მოყვედი დედა ზულეიხა. დედა დამიძახე? რატომ დააბრუნეს? არაფერ მოუშოლა? შეხედეთ როგორ ტირის. ოჩახ ჩემო ბიჭო, ოჩახ. რა ლამაზად ხატავ. ისეთივე სუნი გაქვს როგორც ჩემს ადნას, იცი? მე არ ვიცი ჩემი ბავშვები რას აკეთებენ. ჭამენ, ძინავთ, როგორ არიან, არაფერი ვიცი. ახლა ვინ უვლის შენ შვილებს ზულეიხა? სხვებიულიან. დედიკო, გეხვეწები რა არის ტიროს დედა ზულეიხამ ძალიან მწყენს. არ ტირი მუსტაფა, არ ტირი. არ ტირი ჩემო ძვირფასო. ვერ ვიჯერებ. მართლა ვერ ვიჯერებ. შეხედე რა ხდება სებახადი. ნამდვილად წარმოუდგენელი ამბავია. ჩვენ აქ ველოდებით რომ დემირი ემანი ზულეიხას სასარგებლოდ ჩვენებას მისცემს და ის დღესვე დაუბრუნდება შვილებს. მან კი ნახე რა გააკეთა. ძალიან გაჭირდება მისი გამოშვება. ძალიან. მოსამართლეს ისედაც ჰქონდა ნათქვამი რომ საქმე მკვლელობის მცდელობით შემეცვალა, მაგრამ მე მაინც შევეცადე. საქმე რამენაირად შემერბილებინა, თუმცა როცა დემირი ემანმა თქვა რომ მას მოკლის მიზნად ისროლეს, იქ ყველაფერი მორჩა. ვერ ვიჯერებ სებახადი. ეს ქალი ორი შვილის დედაა. რა სისასტიკეა, მართლა ვერ ხვდები. ქედმაღლობა ჟულიდა, ქედმაღლობა. რადგან არ გიყვარვარ? ცხოვრებას გაგიმწარებ. ვერაფერს მოახერხებ? ვერა. კანონი ცხადია, ვერ შევძლებ. გამარჯობა. მოხვედი დაოსანიე. ო, მოვედი. პატარა მთელი დღე ტიროდა, ახლახანს დამშვიდდა. შეერია? არა. ნაჭამია და საფენებით სუფთა აქვს. ალბათ დედას ეძებს. რძალი მოვიდა უკვე. ალბათ საღამოსთვის მოვა. ახლავე ხომ არ დააპატიმრებენ. ნეტო მალე დაბრუნდეს რომ პატარა ისევ თავის დედასთან ერთად იყოს. ჩემი ლამაზი. ჩემი სიხარული. დედიკო მალე მოვა. შენ არ ინერვიულო, მოვა. მოგეფერება ხოლმე. შენ არ ინერვიულო. კარგად მოუარე. არ გაცივდეს. ჩემო სიხარულო. არ მოშორდე. კარგი დაო. აბა ყოჩაღად. მე მითხრეს რომ გაგათავისუფლებდნენ, რომ სასამართლოს შემდეგ შენ შვილებს დაუბრუნდებოდი. ვერ დაუბრუნდი. როგორც ჩანს კიდევ უნდა გავუძლო გამოცდას. ვერ დაუბრუნდი. რა მოხდა? რატომ არ გაგიშვეს?
ყველაფერი ერთი ძალიან სასტიკი კაცის ბრალია. რისთვის ცხოვრობს დედა? მოვალეა, შვილებისთვის, ღირსებისთვის და პატიოსნებისთვის. მერე კი მოდის ცუდი ადამიანი და ყველაფერს გართმევს. ბრალს დაგდებს გარყვნილებაში, შვილებს წაგართმევს, მათ გარეშე დაგტოვებს. უბრალოდ წაგართმევს ყველაფერს, რისთვისაც ცხოვრობდი. ამის მერე როგორ უნდა ვიცხოვრო? არ ვიცი. ნუ ლაპარაკობ ასე. არა, მე არ დავნებდები, ნუ გეშინია. ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩემს ღირსებას და პატიოსნებას დავიბრუნებ. ჩემ შვილებს მათ არ დავუტოვებ. არ დავნებდები. მუსტაფამ ჭამა უკვე დედიკო. თუ მე ვაჭამო? მუსტაფა, გინდა გაჭამო? ქალბატონო ზულეიხა, თქვენი ნახვას ვართ. ძმაო სებახადინ. როგორ ხარ ზულეიხა? ჟული და თავის მაქსიმუმს გააკეთებს. შვიდად იყავი. აქედან მალე გამოხვალ. ნუ გაქვს ასეთი ტკივილიანი მზერა. ერთხელაც ეს წყდიადი დასრულდება. ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე წყდიადია. ნათელი წარტილებიც მქონდა, ილმაზი, ჩემი შვილები. როგორც ჩანს, ბედის წერამ ჩათვალა, რომ ეს ჩემთვის მეტისმეტი იყო. ილმაზი სად არის? ნახა მოსამართლემ. წინასწარი დაკავების იზოლატორშია. რამდენიმე დღე გააჩერებენ, ცუდი არ იქნება. განსაკუთრებით კიდე მერისთვის. კარგი, ახლა ამის დრო არ არის. შენ როგორ ხარ? როგორ უნდა ვიყო? კარგად. რამდენადაც შეიძლება კარგად ყოფნა შვილების გარეშე. კარგია რომ მოხვედი ძმაო. მინდა რომ რაღაც გთხოვო. რა თქმა უნდა, მითხარი დაო. აღარ ვიცი რომელ ერთზე ვინერვიულო. იმაზე რომ ზულეიხა იქ დატოვეს თუ იმაზე რომ ბავშვები მშობლების გარეშე დარჩნენ. რომელ ერთზე ვინერვიულო. აღარ ვიცი. და იქით კიდევ ქერემალი. ისიც მამის გარეშე დარჩა. მართალი ხარ, კიდევ ეს პატარაც. არ ვიცი, მხოლოდ ღმერთი თუ გუშველეს. ღმერთი ყველა შეეწევა ჰუნგარ. ღმერთი მოწყალეა. ის ყოველთვის მფარველობს და უცელ ბავშვებს. მაგრამ მშობლებს რა ეშველებათ? მათი საქციელი მათ შვილებზე აისახება. ადვოკატები შეძლებენ დემირის და ილმაზის განთავისუფლებას. იმედია. თუმცა სიმართლე გითხრა, მოსამართლის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი. ასე ნუ ლაპარაკობ თუ ღმერთი გწამს. უის ვამბობ? მოსამართლემ თავისი თვალით ნახა, დარბაზი ხალხით იყო სავსე. მათ კი იარაღები დააძრეს და უშუალოდ გასროლა მოხდარიყო. მერე ტყვია ვინმე უდანაშაულოს რომ მოხვედრო და ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვიქნებოდით. ჩვენ ისედაც გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, ეს გაგვაკლდა. სასამართლოში. იარაღით მოვიდნენ. არა, რა უნდა ვთქვა? ღმერთმა ჯგუა მისცეთ. ძმაო დემირე ყველაფერს გააკეთებს, მე რომ მაგ დავრჩე. ზულეიხა. დამიჯერე ასე მოიქცევა. მუჟგანის ის საზღარი ცილის წამება დაიჯერა. ყველაფერი დაიჯერა. მე მას ძულ ვარ. დავინახე სასამართლოში. არა უშავს. ეს მე არ მაღელვებს. რომ არა ბავშვები არაფერზე ვინერვიულებდი. მე ჩემს ბედის წერას უკვე შევურიგდი. იმედს ნუ დაკარგავ, გთხოვ. თავს უნდა გაუფრთხილდე. მე იმედს არ ვკარგავ ძმაო. ხელი არ ჩამიქნევია, არ ინერვიულო. აქედან რომც არ გამოვიდე, მაინც ყოჩაღად ვიქნები. ვეცდები ჩემი შვილების გულისთვის ძლიერი ვიყო. მათ ხომ არ შეველევი. ძალიან კარგი, მიხარია. შენგან ზუსტად ამას ველოდი. დემირი რომ მომკვდარიყო, ილმას ვეტყოდი რომ ადნანი მისი შვილია.
მაგრამ ის არ მოკვდა და მეც ამიტომ არაფერი ვუთხარი. ახლა რომ ცუთხა დემირი ცოცხალი თავით არ დათმობს ბავშვს, ილმაზი რომ დაიტანჯოს. ძალიან არ მინდა რომ ბავშვს რამე დაუშავონ. ამიტომაც არ მინდა რომ ილმაზმა იცოდეს. ზულეიხა, შენ თუ არ უტყვი მე არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი და შენ ეს კარგად იცი. ვიცი ძმაო, ვიცი. შენ ჩემთვის თავარი საყრდენი ხარ მას შემდეგ, რაც ჩუქუროვაში ჩამოვედი. ისინი ლეილას აღმერთებენ. მათი სისხლი და ხორცია, მათი შვილია და შვილიშვილი. მას კარგად მიხედავენ, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ დემირი ადნას შეიძულებს ჩემს გამო. ძალიან გთხოვ, ყურადღება მიაქციე. მიაქციე ყურადღება, რომ არ დაჩაგრონ, ვინმეზე რომ არ გააშვილონ. თუ ასე მოხდა, შეგიძლია წახვიდე და ყველაფერი უთხრა ილმას. უთხარი ილმას, რომ ადნანი მისი შვილია. ზულეიხა, უთხარი ძმაო, მე ადრე თუ გვიან გამოვალ აქედან, მაგრამ სანამ აქ ვიქნები, არ მინდა ჩემი შვილი ობლად გაიზარდოს. დემირი ამას როგორ გააკეთებს ზულეიხა? განა შენ არ იცი როგორ უყვარს მას ადნანი? მეც ძალიან ვუყვარდი. ციხეში დარჩა როცა ელოდა რომ გამოუშვებდნენ. შენ არ იცოდი რომ დემირი ასე მოიქცეოდა? მე ველაპარაკე მას. ვუთხარი იფიქრე შვილებზე, როგორ უნდა გაიზარდონ მეთქი. ძალიან კარგი. ყველაფერი სწორად გითხოვს. და რა გიპასუხა? მე მეგონა რომ დამშვიდდა. ის ბავშვებს არაფერს დაუშავებს, ძალიან უყვარს ისინი. ასე მეგონა. მაშინ ასე რატომ მოიქცა? რის გამო? თავიდან თითქოს ნორმალურად ლაპარაკობდა. მერე კი ყველა შეგვეშინა. ფიქრობ, რადგან ილმაზი მოვიდა სასამართლოში, ამიტომ. როგორ? ზულეიხას გათავისუფლებას ილმაზმა შეუშალა ხელი, ანუ ილმაზი ყოფილა დამნაშავე. სწორად გავიგე? არა, არასწორად ნუ გამიგებ, მაგრამ როცა დავინახე რომ ილმაზი იყო მოსული, მაშინვე მივხვდი რომ დემირი ძალიან განრისხდებოდა. უნგარ, დემირი ძალიან ამბარტავანია. ამბარტავნობის გამო თავისი შვილები ავიწყდება. მას თუ რამე დაემართება მხოლოდ ამ ამბარტავნობის გამო. ჩემ შვილზე მეორე დასი აღარ მითხრა. აბა სხვა რა ვთქვა? მაშინ ღმერთმა წაართვას ეს ამბარტავნება და გულმოწყალება უბოძოს. ასე ვიტყვი, მაგრამ ეს შენი შვილი არაფრით არ იცვლება. არაფრით. რა უნდა ვქნა? რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? გეფიცები არ ვიცი, უნგარ. პირველად ვერ ვახერხებ იმის თქმას, რომ გამოსავალს მოვძებნით. ვერ ვამბობ, რომ ზულეიხას დავეხსნით და შვილებს დაუბრუნებთ მის თავს. გამოვალი მდგომარეობას დეციური ნიშანია. გვეუბნება, რომ უნდა ვილოცოთ. ჩვენი შვილებისთვის უნდა ვილოცოთ. უნდა ვილოცოთ ბავშვებისთვის, უნგარ. სასამართლოზე რა გინდოდა, სანია? რა? ზულეიხა სასამართლოზე რა გინდოდა? ის კაცი შენ რომ გხედავს წყობიდან გამოდის და ახლა რომ დაგინახა, რა მოხდა? ძმაო, ასე რატომ ლაპარაკობ თუ ღმერთი გწამს? თითქოს ილმაზი იყოს დამნაშავე. აბა რა არის? ამ სახლში რაც უბედურება ხდება, ყველაფერი ილმაზის ბრალია. გაფურ, ნუ ლაპარაკობაზე, ძალიან გთხოვ. თანაგრძნობის გამოხატვა როდის აქეთ გახდა დანაშაული? რა თანაგრძნობაზე მელაპარაკები, სანიე? რომელ თანადგრძნობაზე? კარგი, დაუშვა და მართლა თანაგრძნობა გამოხატა, მერე რას მიაღწია? თვითონ არაფრის გამო ციხეში მოხვდა. ამას თავი რომ დავანებოთ, დემირის გაიყოლა. ბატონმა დემირმა პირველმა გაისროლა, ის არ დაგავიწყდეს. გიორთან გთხოვ, შენ წვნიანს მიხედე. მოურია რომ არ დაწვა. ესეც რომ ილმაზის ადვოკატი გამიხდება. მოდი რა ცოტა სამართლიანები ვიყოთ, გაფურ. მე ილმას სულაც არ ვიცავ, მაგრამ ქალბატონი რძალი მისი ცოლის გამოა ამ დღეში. აბა როგორ უნდა მოქცეულიყო ის კაცი? სახლში დამჯდარიყო და ეთქვა, ეს ჩემი საქმე არ არისო? რას მიყურებ? ტყუილია? ტყუილს ვამბობ? შენ ილმას ამართლებს, სანიე? ვამართლებ, დიახ, ვამართლებ.
ვინი ფიქრობდა, რომ ასე ვილაპარაკებდი იმ საძულვალილ მასზე, რომ ასე ვიდარდებდი ქალბატონ რძალზე, მაგრამ ახლა ნამდვილად ვამართლებ. დედა შანიე, ძამიკოს დედას ნახვა უნდა. ფადიკ, სად მიდის? წამოდი. ღმერთო ჩემო. ადნან. ჩემო ბეკეკა. დაო დედასთან უნდა. გეფიცები უკვე ვეღარ ვაკავებ, მეტი აღარ შემიძლია. თავის დედასთან უნდა. მე აღარ მიჯერებს. კარგი. შენი დედიკო აუცილებლად მოვა, დამშვიდდი. დედა ძალიან ენატრებად ხოლმე ძმაო, მაგრამ გაგივლის, არი ნერვიულა. კარგი, დაგავიწყდება.